კარგი, ბრატა, პრენკის დროა. ელმენს ვეღარ დამიძახებ ხოლმე. ვაი, რა ხდებათ? ელმენი? უცნაურია, როგორ ჩანს, ვიღაც არის აქ. დამშვიდი, ნიკოლეს, მხოლოდ ჩემი ფანტაზია და პარანოიაა. რა არის ეს? ვინ არის აქ? არა, თვალის ლაინერი გავაფუჭე. 2 საათია მაკიაჟს ვიკეთებდი. ახლა ყველაფერი თავიდან უნდა გავიკეთო. ყურებს ავახევ, ვინც ეს გააკეთა. მე დავფქომას ვხრივად. ეს შენ გააკეთე? არა, შენ გააკეთე? მოიცადე და რა მოხდა? ვიღაცა მე სპიოში ჩავიდო, როცა მეძინა, მაგრამ როცა გავიღვიძე ის გაქა, როგორც ჩემი ყოფილი. ვიღაცა მაკიაჟი გამიფუჭა, აი შეხედე. არის ერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია ამის გაკეთება. ბოგდან! იქ შეამოწმე. ბოგდან! არ სად არის? ვფიქრობ შეიძლება ვიცოდე სად არის. მოდი ვნახოთ. ვაუ, ეს რა მაგრად გაგვპრენკეს დღეს. ხო, ეს მართლაც მაგარი იყო, შოკში ვარ. ის მართლაც საუკეთესოა ასეთ პრენკებში. ის ნამდვილი პროფესიონალია. მან კვალი არსად არ დატოვა. ბოგდანმა არ იცის ასეთი პრენკები. ეს ის არ იქნებოდა. ბოგდანი თიცივუცივით ხუმრობს. მაგრამ მას ასე კარგად პრენკები არასდროს არ გამოსვლია. ხო, ეს აშკარად არ იყო ბოგდანის ხუმრობა. ამას სხვა სპეციალისტი გააკეთებდა. და საკმაოდ გამოცდილი სპეციალისტი. ჰეი, რას გულისხმობ თუცივუცით? მე ვიყავი ის, ვინც ფრენკი გააკეთა, ეს ჩემი ხუმრობებია. ეს მე ვიყავი. ეს შენი ყავი? მოდი აქ ახლავე. მიდი დაიჭირე. ჰეი! მოდი აქ. მოდი აქ. შენ კბილი ჩამომიგდა და რა ვქნათ ახლა? გთხოვ, მაპატი, არ ვიცოდი რომ ეს ასე დამთავრდებოდა, უბრალოდ მინდოდა რომ ყველა გართობილიყო. დიახ, რა თქმა უნდა, ძალიან სახალისოა მძინარე ადამიანების დაცინვა. მე უბრალოდ ვივარჯიშე ჩემი ნინძის ტექნიკით, რომ სიბრუნეში უხილავი ყოფილიყავი. ჯობია სინდისი ავარჯიშო. ახლა საშინლად გამოვიყურები კბილის გარეშე. როგორ გადავიღო ახლა ვიდეოები? მე დავკარგავ ჩემს გამომწერებს. გამშვიდი ნიკო, ყველაფერი კარგად იქნება, არ ინტერვიულო. ჩვენ დამოსვით შესაკებულ კბილს და ყველაფერი კარგად იქნება. ხო, შენ უბრალოდ ნაკლებად გაიღიმე შენი დაკარგული კბილის დასამალად. ბოგდან, სუჩკუაზე ხარ? მისი დაკარგული კბილი მას სასაცილოს ხდის. შეიძლება ეს უფრო სასაცილო იყოს მისი გამომწერებისთვის. მას ახლა მეტი გამომწერი ეყოლება. შენ გააკეთე ეს, ახლა კი დამცინი. ახლავე გადი ჩემი ოთახიდან. ეს ყველაფერი არც ისე სერიოზულია. არა სერიოზული ხო? როგორ წავიდე ახლა სკოლაში? როგორ გადავიღო ვიდეოები? ბოლოს და ბოლოს როგორ წავიდე პაემანზე? ისე ჯერ ეს ნაადრევია შენთვის, აბა ნათელხარეს შეხედე. ახლავე გადი ჩემი ოთახიდან. შენ სილობ რომ გამაგდო. ახლავე წადი ბოგდან. ვაუ. ახლავე წადი. ნუ ნერვიულობ ნიკო, ჩვენ გამოვსვით ჩვენს დაკარგულ კბილს. არი ნერვიულო, არანაირი პრობლემა არ მაქვს. რას გულისხმობ? ეს კბილი მორყეული იყო და დილით მომძრა. და მე გადავწყვიტე ბოგდანი საპასუხოდ გამიპრენკა. მას სათანადო კვეთილი ჩაუტარე. დიდი ხანია გიცნობ და იცი რა? რა? მე არასდროს შევწყვეტ გაოცებას შენი ბოროტული გენიოსობით. 3-2-1-2 თქვენ მისტიკური სახზე ხართ. მეგობრებო, დღეს კბილი მომძრა და მაინტერესებს გავიგო ახლა თქვენს ხომ აგძრებათ კბილები? თუ ოდესმე კბილი დაკარგვია, დაუსილოთ დააჭირეთ ლაიქის ღილაკს და დაწერეთ კომენტარებში. მაინტერესებს თქვენს თუ ყოფილხართ ასეთ სიტუაციაში. ჩვენ ასევე გადავწყვეტეთ ბოგდანის გაპრენკვა და მას შური უნდა ვიწიოთ ჩვენი დაცინის გამო. ის ხელიდან ვერ დაგვიძრება, ნახავს რაც მოუვა. ვერავის ასდება პრენკების სისხვა, როდესაც საქმეში ჩვენნაირი პროფესიონალები ერთვებიან. კარგად ხარ ნიკო? ისე არ ვიცი როგორ, არა მიშავს გარდა იმისა, რომ კბილი მომძრო და ახლა ძალიან ტკივა და მე ამასზენად გამოვიყურები. სხვა არაფერი. მეგობრები ასე არ იქცევიან. შენ დავკვირდი რომ ყოველთვის დაგვისავდი და შენ მას ატკინე.
კარგი რა, გოგოებო, განზრახ არ გამიკეთებია. ჰო, რა მოხდება თუ ეს შენი ხურობის ნაწილია და სხვა კბილსაც მოგჭე ხალ? ვინ იცის? იქნებ ეგეც გააკეთო. ძალიან მწუხარ, რა შემიძლია გავაკეთო შენთვის? მოდი აქ, ახლა გაჩვენებ, მაგრამ ჯერ გააკეთე ჩვენი საყვარელი სენდვიჩები. ჩვენ მშივრები ვართ, მაგრამ ჯერ დივანზე გადაგვიყვანე. კარგი, გავიგე. ვერთო ჩემო ბოგდან, მიტი ბოგდან, გააკეთე სენდვიჩები. სუდად გამომივიდა, მინდოდა ახალი ხომრობების მოფიქრება და რა ვქნა ახლა? ჯობია ბალიშზე დავაკვო და მათ დავასუნინო, როგორც ადრე გავაკეთე. ბოგდან! ჰეი, რა მოხდა? გადართე აქედან, უკვე დავიღალე ამ მეგორკით. ვა, სხვაგან შენ თვითონ ვერ გადართავ? მაქვს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტრავმა, მეშინია ახლა რამეზე შეხების. გადართე, რანე კარგი ჩაგვირთე. და ზლატა? რაც შეეხება ზლატას, ეს მე ხომ ვაგვიშოვე ნახევარგანაკვეთზე სტომატოლოგის სამუშაო, რომ ხალხისთვის კბილები მომეტეხა? კარგი, მივხვდი. ცუდი ვიდეოა, კალათბურთელები აქ ცუდად იქცევიან. მეხუმრები, როგორ უნდა ვიცოდე, რომელი ვიდეო გინდა? უბრალოდ გამოიყენე ტვინი ბოგდან, სწორედ შენ მოიფიქრე ეს ხუმრობები, აქაც შეგიძლია რომ რამე გაარკვიო. არასწორი ვიდეოა. ეს არის. მეხუმრებით, თქვენი მონა კი არა ვარ. ბოგდანმა გააკეთოს ეს, ბოგდანმა გააკეთოს ის. დამღალეს უკვე. კარგი და ახლა რა? ბოგდან! რა გჭირდებათ ახლა? ჩვენ გადავწყვიტეთ კობიაკოვის ანხის ყურება, ჩვენ გვინდა უყუროთ რაღაცა საკვებზე. ის ნამდვილად კარგად ამზადებს კერძებს. იმის თქმა გინდათ, რომ ის ჩემზე უკეთ ამზადებს საჭმელებს? მოიცა. მარტივად გავარკვევთ, უბრალოდ სენდვიჩები გავიკეთე და ვნახოთ. მე უკვე გავაკეთე თქვენი სენდვიჩები. აი ზლატა და აი ნიკო. მადლობა ჩემო მსახურო. რა? მე ვთქვი მსახური? რა მოუხერხებელი ვარ, ეს აბსოლუტურად არ იყო რის თქვაც მინდოდა. შენ ჩვენი ბოგდანი ხარ. აი აიღე. ჰეი, როგორ ფიქრობ, როგორ უნდა დავღეჭო სენდვიჩი კბილების გარეშე? კარგი, მაგრამ შენ მხოლოდ ერთი კბილი გაკლია. მაგრამ მე ამ პოპრედულ კბილს ვიყენებდი ხოლმე ჩასაკვეჩად. მახსოვს კბილეულს და სხვა გემრიელოდებს როგორ ჭამდი და შენ კბილები ჩამომიგდე. და რა უნდა გავაკეთო ახლა? შენთვის მოვკვიჩო? გაგიჟდი? აიღრე სენდვიჩი და მომეცი ნაწილ-ნაწილ. მოიცა. რა უთხრათ ნიკოლის დედას როცა მოვა? ჯანდაბა, მე მაქვს იდეა. აი? ეს რა არის? მოდი ავიდეთ ზევით. რათა დავწმუნდეთ, რომ დედა არ შეამჩნევს, ახლა ვეგაჩვენებ. აბა რა მოიფიქრე? რისთვის სჭირდება საღაჭირეზინი? გინდა დამცინო რომ ვერ ვღეჭავ? მე ვიცი როგორ მოვატყუო დედა შენი და დავწმუნდე რომ ის ვერ შეამჩნევს, რომ კბილი გაკლია. როგორ? ეს დაგვეხმარება. რა? ნახე რას გავაკეთებ ახლა. აიღე საღაჭირეზინი და გაჭერი შუაზე. ეს ძალიან გავს კბილს და შენ გენიოსი ხარ ბოგდან. კარგად ხარ? შენ მოგიწევს დედა ჩემი დააბრმაო რომ მან ეს ვერ გაიგოს. არი ნერვიულო, ბოგდანის ღიმილი დააბრმავებს მას. ჰეი, კარგი რა, ვცდილობ რაღაც მოვიფიქრო და შენ მხოლოდ წუწუნი გინდა. ქვენ საერთოდ არ მეხმარებ. არი ნერვიულო ბოგდან, ყველაფერი კარგად იქნება. უბრალოდ ფული მომეცი სტომატოლოგისთვის. რა ღირს? ხო. რა? გიჟები არიან? დაწერეთ კომენტარებში ვინც უკვე იყავის სტომატოლოგთან და გეშინიათ მათი. ნახოთ კიდევ რამდენს ეშინია სტომატოლოგების. მე ცოტა მეშინია. კარგი, ახლა წავედი. ჰეი, სად მიდიხარ? ვიფიქრებ როგორ გამოვიმუშაო სტომატოლოგის ფული. ჯანდაბა, საიდან მოვიტანო ამდენი ფული? კიდევ კარგი, მარტო ერთი კბილი მოძრა. ორი კბილი რომ ყოფილიყო სტომატოლოგის ფულის გადასახდელად, მანქანის მოპარვა დამჭირდებოდა. იმედია, რამის მოპარვა არ დამჭირდება. კარგი. აბა რა ვქნა ახლა? სად შემიძლია ფულის შოვნა? ვიცი, მე უნდა გავყიდო ის, რასაც იგი აღარ იყენებს. კარგი, მას აქვს ბევრი ტანსაცმელი, რომელსაც აღარ იცმევს, ან უკვე დავიწყებული აქვს. გავყიდი მის ტანსაცმელს და ფულს გამოვიმუშავებ სტომატოლოგისთვის. ნიკოლის დედა ვერასდროს გაიგებს ამას. ეს არ არის, არც ეს არ არის. ნამდვილი გენიოსი ხარ ბოგდან. რომ შემეძლოს ჩემ თავს ვაკოცებდი.
არც ეს არ არის. კარგი, აი ეს არის. არც ეს არ არის. კარგი, არც ეს არ არის. კარგი, ეს აცვია ხოლმე. კარგი, ჩვენ ამას ავიღებთ. ამას აღარ იცვამს. ეს უკვე ბინძურია. იცი ბოგდანზე ნერვიულობ ძალიან ღელავს შენს კბილზე. მართად იგით რა მეც უყვარ მასე. ფიქრობ ვაღიარო და არ დავტანჯო. მოიცა, ეს რა არის იქ? საათ, ფანჯარაში. შეიძინეთ ბლოგერის ტანსაცმელი, იაფი ბლოგერის ტანსაცმელი. იყიდეთ 2, მიიღეთ მესამე უფასოდ. ტანსაცმელი, ყალბი ბრენდებისაა, თუმცა უმაღლესი ხარისხის ტანსაცმელია. რა არის იქ? მითხარი, რა ხდება მან? როგორც ჩანს ის შენ ტანსაცმელს ყიდის და ამბობს რომ ყალბი ბრენდებია. რა, ის გაგიჟდა. მე მას ახლა ვასწავლე ჭკუას. 64 გთხოვ მიიღე მისი სული. ჩემი ტანსაცმელი არ არის ყალბი ბოგდან. დიახ, მე ეს ვიცი, უბრალოდ სკანდალის მოწყობა მინდოდა და ყურადღების მიქცევა. საერთოდ რას აკეთებ აქ? ყიდი სამოს, რომელიც აღარ გჭირდება. სერიოზულად ამბობ? გაგიჟდი? როგორ გადაწყვიტე რომ არ მჭირდება? და რატომ ყიდი? მე მინდა რომ სტომატოლოგისთვის ფული ვიშოვო. არა, დედა მოდის და ჩვენ მოგვიანებით უნდა არა, დავილაპარაკოთ. დედა შენი მოდის, ის ყველაფერს გაარკვევს და მე საქმე ცუდად მექნება. მე გითხარი რომ დაჩვენდე და არ ინერვიულო. ხალხო, რა ხდება აქ? ყველაფერი რიგზია დედა, არაფერი მომხდარა. ვერ დავმალავ. ეს მე ვიყავი, ყველაფერი ჩემს გამო მოხდა. მე დამსაჯე. რა სჭირს მას და რატომ ლაპარაკობს ასე? არაფერია, ყველაფერი კარგადაა. ყველა გავპრენკე, მე ნიკოს კვილი მოვტეხე. მე ტანსაცმელი ავიღე და გაყიდვა დავიწყე. ნინძა ვიყავი. რა, გაგიჟდი? შედი სახლში. ხალხო, მითხარით რა მოხდა აქ? ნინძა ვიყავი. ნინძა იყავი და რა გააკეთე? ხრიკები თუ რა? ტანია, სიმართლეს გაგება გინდა თუ ჩემი დაცინვა? კარგი, ბოდიში, მითხარი რა მოხდა? მერე გოგოებმა მიპოვეს. გავიქეცი და ნიკოს კვილი შემთხვევით მოვტეხე. კბილი? ნიკო, მოდი აქ ნახო რა დაგემართა. დედა, მოდი აქ. დედა, ეს ყველაფერი სხვაგვარადაა. ჩემი კვილი თავისთვის მომძვრა და განსაკუთრებით ბოგდანი გაგვეპრანკა. ძალიან შორს წახვედის, ძალიან ნერვიულობს. მაგრამ ის ახლა კრავივით twinierია, რასაც ეთყუ ყველაფერს შეასრულებს. კარგი რა, სერიოზულად ამბობ? ჰეი ბოგდან, ხო, გინდა რომ გაპატიო? რა თქმა უნდა. კარგი, მოდი ჩემთან. ძალიან კარგია ბოგდან. რა არის კარგი? ნიკოს კბილები ისევ ცვივა. მოიცადე, ისევ კარგავს კბილებს? ის კბილის თავისით მოძვრა? უი, რა უხერხული სიტუაციაა, ისე ხო? რა, ახლავე მოვკლავ. სამი, 2, 1, 0 თქვენ მისი კოდის არ ხართ. მადლობ რომ უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე და არ დაგავიწყდეთ და ლაიქება. ჩვენ უნდა წავიდეთ ნახვამდის. ჰეი მეგობრებო, ჩვენ უკვე ვთქვით რომ ჩვენი ოცნებაა გამომწერების რაოდენობის გაზრდა. ეს ჩვენი ყველაზე დიდი სურვილია და ჩვენ ძალიან ვდარდობთ რომ ჯერ არ მიგვიღწევია ამას. ჯერჯერობით გამომწერები ნელა გვემატება. მაგრამ შენ ხარ ის, ვისაც შეუძლია ჩვენი ოცნებების ახდენა. ჩვენ გვინდა ვიმეგობროთ თქვენთან და გვინდა რომ გახდეთ ჩვენი ოჯახის წევრი. გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი და თუ უკვე გამოწერილი გაქვთ, დალაიქოთ ვიდეო, როგორც მხარდაჭერის ჟესტი. აუცილებლად დაალაიქეთ ვიდეო და დაგვიჭირეთ მხარი. ნახვამდის.